დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ თითო ფაქტზე, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ბრაულერებში. ნანი, კედელი და ისევ კედელი. პამი ძალიან მოსაწყენია, მისი შეტევით რთულია გარტყმა, მაგრამ მისი სუპერი კარგია. პერლიც მოსაწყენია, მაგრამ ის საკმაოდ დიდ იმეის აკეთებს და ეს სახალისოა. პაიპერ შეუძლია ყველაფრის გაკეთება და მის წინააღმდეგ თამაში რაღაცნაირად გამაღიზიანებელია. არ ვიცი მარტო მე ვარ ესე თუ არა, მაგრამ სემის სუპერის აღებაზე ძალიან ვწვალობ ხოლმე. უბრალოდ არ იღებს. შეიდი უბრალოდ ძალიან სწრაფია. სტუ საიპერი გამაღიზიანებელია. იხილება, დიმეიჯებს აკლებს და თან არ კვდება. ყველაზე გამაღიზიანებელი რამ ბასტერში ისაა, რომ როცა სუპერს იყენებ, მოწინააღმდეგეები მაინც გაკლებენ სიცოცხლეს. წესით ხომ გაურტყმებს უნდა ხდიდეს სუპერი. როცა ჰიპერჩარჯიან ბაზის სუპერს ააცენ. კედელი არ მოძრაობს, მაგრამ მაინც რთულია გარტყმა. ბაირონი ტყუის გარტყმა ძალიან მარტივია. მისი წინააღმდეგ თამაში კი საშინელება. თუ არ შეგიძლიათ კლენსის დონის გაზრდა, მატჩი აგონიურად დასრულდება. დიმეიჯებს ვერ გააკეთებ და გამოუსადეგარი იქნები. ასევეა, როცა დაგითამაშობ, სუპერს გამოიყენებ და ზუსტად მაშინ ქრება, როდესაც კვდები. ფენგის ჭურსით შეგვიძლია გავიგოთ მისი რეინჯი, მაგრამ გარტყმა მაინც რთულია. როცა ჯინით მოყავს ვინმე, ეს თამაშს ნამდვილად ცვლის, მაგრამ როცა სპაუნერი მოგვაქვს, ეს უკვე საშინელებაა. გრეისის შეტევები ძალიან წვრილია. კედლიდან როცა გაჭედს ვიყენებთ და ვაცილებთ, ეს უკვე ძალიან გამაღიზიანებელია. ჯანეტს აქვს კარგი ჰიპერჩარჯი, მაგრამ ზემოდან მისი ბომბების გარტყმა რაღაც საშინელებაა. ლილი გაიქცევა ნებისმიერი სირთული სიტუაციიდან. როცა ისინი შენს წინ სპაუნდებიან, უბრალოდ აღარაფრის გაკეთება შეგიძლია. ზოგიერთი მაქსის მოთამაშე იცილებს აბსოლუტურად ყველაფერს. როცა მიკო სუპერს ვიყენებთ, ძალიან დიდი შანსია რომ მოკვდეთ და გაფლანგოთ მთლიანი სუპერი. მურტის ერთადერთი გამაღიზიანებელი ისაა, რომ ხშირად კედლებს ეჯახება, როცა წესით არ უნდა ეჯახებოდეს. მისტერ პის სპაუნერს აქვს ყველაზე გამაღიზიანებელი შესაძლებლობა. ისინი არასდროს თავდებიან. ოტისის მიერ სიკვდილი არის ყველაზე გამაღიზიანებელი შეგრძნება, რადგან თითქმის შეუძლებელია თავის დაღწევა. სპრაუტი, მისი კედლები გამაღიზიანებელია. შეტევებს კი თითქმის ულიმიტო რეინჯი აქვთ. მის წინააღმდეგ თამაში არ მიყვარს. სკვიკის არეა კონტროლი გასაოცარია. ის ისვრის ბოუს სუპერ ჩვეულებრივი ტყუიებით. ტარა საიპერს აქვს ძალიან დიდი რეინჯი. როცა მგონია რომ ვიცილებს უტყუილად, მაინც მაკლებს დიმეიჯს. ვილოუ არასდროს ვიცით რაც გააკეთებს, როცა ის ვინმეს აკონტროლებს და როცა ის სუპერის ფორმაშია, მისი მოკვლა ძალიან მარტივია. როცა ამბერი თამაშობ და სუპერს თავიდან ივსებთ, შემთხვევით წინა სუპერს ეკიდება ცეცხლი და მთლიანი გეგმა წყალში იღრება. ჩესტერი თამაშის დროს სწორ ბაბს ან სუპერს არასდროს არ ვიღებთ სახიფათო სიტუაციებში, მაგალითად ასეთში. კორდელიუსის სუპერის გამოყენების დროს შენს თიმეიტებს ენდობი რომ გოლს გაიტანენ 2-2-ზე, მაგრამ პირიქით ხდება. ქროუს ტყუები როცა გვხვდება, აილოა თითქმის შეუძლებელია. თან თითქმის ყოველთვის გვხვდება. დრაკო ყოველთვის იმაზე მეტ დღას ცოცხლობს, ვიდრე უნდა ცოცხლობდეს. ეს კი მისი გაჯეტის დამსახურებაა. გენჯის სუპერი მარტივად წასაკითხია და სწორედ ამის გამო კვდებით ხოლმე ხშირად, რადგან მარტივია იმის გაგება თუ სად დავსპაუნდებით. ლიონის სუპერით უჩინარი ხდები, მაგრამ ვიღაც რანდომზე გაისვრის ტყუიას და მაინც და მაინც შენ გვხვდება. ეს ენდის გაჯეტი იქამდე აჩერეს მოწინააღმდეგეს, სანამ მას ტყუია მოხვდება და შემდეგ დიმეიჯიც საკმაოდ მაღალია. სპაიკის სუპერი ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი რამ თამაში. დღეისთვის სულ ეს იყო. მინდა გთხოვოთ რომ გამოვიწევთ არხი და დალაიქოთ ვიდეო. გაბა, შეხვედრამდე.